პავლე მოციქული აგრძელებს, ხოლო ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად გეხართ, ეს ძალიან საოცარი სიტყვებია. იმიტომ რომ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც ქრისტეს სახარებას შეფერის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ამავე დროს ქრისტეს მიერი ერთობა და უნდა რეალიზდებოდეთ ეკლესიად. ჩვენ ვამბობთ, ჩვენთან არის ღმერთი. ამით რას ვამბობთ, ჩვენთან არის ღმერთი? ეს მეტაფორა არ არის, ჩვენთან მართლაც არის ღმერთი, თუ ქრისტიანები ვართ და ღმერთი ჩვენთან არის საიდუმლოებრივად, რა თქმა უნდა, მაგრამ ორნაირად, მოდი ესე ვთქვათ, უხეში სიტყვაა ცოტა ღმერთზე როცა ესე ვამბობ, მაგრამ აი რაღაცნაირად რა ავხსნა, ერთი რომ ჩვენ შორის არის ღმერთი, ჩვენ რო ეხლა ვდგავართ და შეკრებილი ვართ ქრისტეს სახელით, ჩვენ შორის არის ღმერთი, ამიტომაც ამბობს უფალი, სადაც 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრება, მე იქ ვარ და ამავე დროს ჩვენშიც არის ღმერთი, როგორც ტაძარში. ამიტომ ეკლესიად შეკრება ნიშნავს, რომ ჩვენ ვიკრებებით იმისათვის, რომ ღმერთი განვიცადოთ, ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გადავიქცეთ ასევე ღვთის ტაძრად და ჩვენშიც იყოს ღმერთი და ამავე დროს ჩვენში რომ ვეძებთ ღმერთს და ჩვენ რო გულს უხსნით ღმერთს და ჩვენ რო ხდებით ტაძარი ღვთისა, ეს ხდება წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ეკლესია ვართ. ანუ ეს არის ერთგვარი ასეთი დასაწყისი და დასასრული რო არა აქვს. ასეთი წრიული ფორმა, რომელიდან გამომდინარეობს რო ვერ იტყვი. მიზეზ შედეგობრიობა თითქოს არა აქვს. ჩვენ შორისაც ღმერთია, ჩვენშიც ღმერთია. ფათაშორის ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ შორის ღმერთს განიცდის ადამიანი და ამიტომ აქ მოსვლა უყვარს. აქ ღმერთს განიცდის, აქ ქვებს არ ისვრის, შეიძლება ასე ვთქვა, წესიერად იქცევა. როგორც კი ეკლესიურ ცხოვრებას მოწყდება გარკვეული პერიოდი, თავსაც ვერ ცნობს და ვეღარ ჩვენ ვცნობთ ხოლმე, როდის საერთოდ დომხალი აქვს თავში და შინაგანად არეული და უმძიმეს სასიკვდილო ცოდვებიც ხშირად ჩადენილია. რა მოხდა? რა ხდება? რატო აკეთებს ამას? იმიტომ აკეთებს ამას და იმიტომ ემართება ეს, რომ ჩვენ შორის ღმერთი რომ არის, ამას კი გზნობს და განიცდის, მაგრამ მასში არ არის ღმერთი. იდეაში ქრისტიანი არის ადამიანი, რომელსაც ტაძარი ყველგან თან დააქვს. სადაც არ უნდა წახვიდე, შენი ტაძარი შენთან დაგაქვს. ამიტომაც ამბობს წმინდა ნიკოლოზ კავასილა, შენში თუ ღმერთი იპოვე, არ აქვს მნიშვნელობა მონაზონი ხარ, ერისკაცი ხარ, სოციუმში რა მდგომარეობა გიკავია, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ბასილ დიდი ამბობს, მოედანზე რო იყო ხალხმრავალ ადგილაში რო იცხოვრო, სულ ერთია, თუ შენში ღმერთი იპოვე, შენ თუ ტაძარი გახდი ღვთისა, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან ტაძარი გაგაქვს და თუ ობიექტური მიზეზია იმისა, რომ ეკლესიაში ვერ მოდიხარ, შენ მადლს არ კარგავ, იმიტომ რომ ღვთისმსახურებას აღასრულებს შენ შიგნით, გონებით, გულში, როცა მოუხმობ მოუკლებელად ქრისტე იესოს, შენში ტაძარი ნიშნავს რას? შენში არის ღმერთი და მარტო მაგას კი ანიშნავს. ტაძარი ნიშნავს, სადაც ღვთისმსახურება აღესრულება. ყოველი ადამიანი, როგორც პეტრე მოციქულიც ამბობს, აპოკალიფსის გვევნება ამაზე, ყოველი ადამიანი მღვდელია და ეს მსხვერპლის შემწირავი მღვდელი ყველასი არის ეს გონება, ტვინი კი არა, გონება, შემეცნების ორგანო ჩვენში, რომელსაც შეუძლია ღმერთის შემეცნება, რომელიც საკურთხეველში, რომელიც თითოეული ადამიანის გულია, იქ მუდამ შეწირავს უსისხლო მსხვერპლს, ანუ სიტყვიერ მსხვერპლს ღვთისქებისა, დიდებისა და მადლიერებისა. ასეთი ადამიანები მერე ქმნიან, რეალიზდებიან ეკლესიად და ეს ნიშნავს ერთსულოვნად დგომას. და მერე რა უცნაურ და მერე ჩვენ ვქვნით ერთ სხეულს, ზოგი თუ ყურია, ზოგი ცხვირია, ზოგი თითია, ზოგი თვალია და რა უცნაურია, ხო, როცა ერთმანეთი არ გვიყვარს. აბსოლუტური გაუგებრობაა. როგორც კი თითი გადაწყვეტს, რომ აღარ იყოს სხეულთან, მას განგრენა ემართება და მოსაკვეთია. და ჩვენ ხშირად სამწუხაროდ მოკვეთის ზღვარზე ვართ ხოლმე. ეკლესიიდან, ეკლესიის ორგანიზმიდან მოკვეთის ზღვარზე. და შემდეგ პავლე მოციქული აგზერებს, ერთობლივად იღწვით სახარების რწმენისათვის, ერთსულოვნად დგავართ და ვიღწვით სახარების რწმენისათვის. ანუ რას ვაკეთებთ? ქრისტეს საქმეს ვაგრძელებთ. ამიტომ მისიონერობა, ღვთის სიტყვის გავრცელება და ქრისტიანული ცხოვრების წესის დანერგვა, პირადი მაგალითის ჩვენება არის ვალდებულება თითოეული ჩვენგანისათვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად სასულიერო პირებისათვის.